მართლა მიხარია რომ ამდენი ჟურნალისტი ხამანი ჟურნალისტი მე ნაკეთს ვმუშაობდი მაშინაც არ მიხარია სიმართლე დიდი დონის თამაშები მითამაშე და არც მოწინააღმდეგეს მხრიდან და არც ჩვენი მხრიდან ეს სასიხარულოა იმიტომ რომ კარგია რომ დაინტერესებული ხართ ჩვენი ბუდები რომლებიც ევროთურიზმზე მონაწილეობენ ამას კარგია არა როგორც ვიხარით მნიშვნელობა აქვს რომ გულშემატკივრის მოვიდეს სტადიონზე არ მგონია მარტო გულშემატკივრის პრობლემა იყოს ჩვენი საქართველოს პირველი რომ ესე დაბალ დონეზეა იმიტომ რომ არც ყველაზე მნიშვნელოვანი აქემანდელ თემაში არის ფული და ამ ფული უნდა ჩაიგოს იმისათვის რომ იმ კარგი ჰოთელები რომლებიც ყავს ჩვენ კარგი ჰოთელები მასთან ერთად კარგი გამოცდილი საავადმყოფო ჰოთელები მოყვანთ და ბრავაზირო ჩვენი უნდა იმიტომ ყველა ჩვენს იგივე რაც ხდება ჩვენ განკარგების იგივე სომხეთი იგივე აზერბაიჯანი ყაზახստანი იმიტომ რომ სომხეთი აზერბაიჯანი და ყაზახეთი ჰოთელები გაიზარდა კარგი და იმდრომიანი კარგი გუნდები იმიტომ რომ მათ უფრო მეტი ფული აქვს უფრო მეტი კვალიფიციური ჰოთელები ჩამოყანა შეუძლიათ უცხოელების და ამიტომ ჩვენთან არ მგონია რომ უცხოელები ისეთი დონის უცხოელები და იმდენი რაოდენობის უცხოელი ჰოთელი ჩამოდის რომ რაღაცა დონე მაიცებს რა ამიტომ ამაზე პრევია სამუშაო არის ყველა მხრიდან რა ქვია წინა იმაზე ვთქვი რომ ფული რომ შემოვიდეს პირველი ის არის შემოქმედება მოვიდეს სტადიონზე მეორე ტელევიზია უნდა გადაიხადოს იმიტომ ეხლა დავთავაზეთ სოფლის ჩემპიონატი 15 მილიარდი მოიგო წამოიგი ამხელა კურსი არის ლაპარაკი და ჩვენთან სამწუხაროდ ამაზე მარტო ოცნება შეგვიძლია მე ვერაფერს ვერ იმუშავებ რა თქმა უნდა რაც შეიძლება მეტი ფული უნდა ჩაიგოს რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ დებუზე მეტი უნდა ვანახოთ გუშინ თამაში იყო იმას საბუთალოს თამაში და ტელევიზია დაშუქება არ იქნება თამაში სამწუხაროა იყო სილიკონი რესტორანი